ეკლესიას რა დამოუკიდებლობა ჰქონდა თავის დროზე, აი თუნდაც ჯერ საბჭოთა პერიოდში, მაშინ როცა ჯერ თვითონაც დევნილია და აი დამოუკიდებლობა უნდა ჩამოაყალიბოს რაღაც ტიპის ხალხთან, რომელიც ასევე რაღაცნაირად იდევნებიან. და მერე როგორ იცვლება თქვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როგორც აი სისტემის ურთიერთობა თქვენს პროფესიასთან. მოდი ახლა ესე თქვა, რახან ეკლესიაზე მიდგა, ძალიან კარგად იცით თქვენ რომ სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია 12 ზოდიაქოს ნიშანი. ასეთივე იყო ზუსტად ქაშვეთში, რომელიც რუსებმა გადაღებეს და აკაკი შანიძეს თავის თხზულებებში ძალიან კარგად აქვს. ზუსტად აქ დათქვამის სად რომელი ზოდიაქო იყო გამოსახული და რა ფორმა ჰქონდა, ხო? თუ მოენდომებენ, ამასაც შეუძლიათ რესტავრაცია გაუკეთონ და იპოვონ. ანუ ჩვენ ერთიანობა ჰქონდა, ასტროლოგია და ეკლესია იყო ოთხის ერთიანი სისტემა, რატო უფლისკენ მიმავალი გზა იყო ორი. პირველი გულის გზა, ლოცვის, მათ შორის გზა, ეკლესიური და მეორე გონის გზა. გონის გზა იყო ერთ-ერთი ასტროლოგია. ასტროლოგია ოდითგანვე იყო კოსმობიოფსიქოლოგია, ადრე ფსიქოლოგები არ არსებობდნენ. ასტროლოგები აკეთებდნენ ამ საქმეს, სწორედ და შესაბამისად ის, რასაც ვერ გეუბნებოდა ეკლესია, გეუბნებოდა ასტროლოგია. რაც ვერ გეუბნებოდა ასტროლოგია, მაშინ შენ უკვე ლოცვით და ამ სიყვარულის გზით მიდიოდი ეკლესიური გზით. ორივე იყო ერთიანი და კარგად მუშაობდა ეს სისტემა, მაგრამ შემდგომ რა მოხდა? შემდგომ უკვე განსაკუთრებით კომუნისტების მერე განდევნა რომ მოხდა მათ შორის ეკლესიისა და ასტროლოგიისა, მერე მოხდა უკვე შიდა ეკლესიური პრობლემები, იმიტომ რომ ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ასტროლოგია არ არის საჭირო. რატო გადაწყვიტა? ეს უკვე ეკლესიის მსახურებს კითხვი, რომ ჩემგან ამე არ ეწყინოთ მერე. ამიტომ განიდევნა ასტროლოგია. შესაბამისად, ეკლესიამ განდევნა რეალურად ასტროლოგია, მინდა გითხრათ, ფსიქოლოგებსაც ვერ იტანენ და ფილოსოფოსებსაც, მაგრამ ასტრონომებსაც ვერ იტანენ. მაგრამ რადგან ის მაინც მეცნიერების სტატუსი მიიღო მან, ამიტომ ხმას არ იღებენ, მაგრამ ასტროლოგებს სერიოზულად ებრძვიან დღესაც. რატო? იმიტომ რომ ასტროლოგიამ ვერ მიიღო სტატუსი მეცნიერების. იმიტომ რომ ასტროლოგიაში არ არის ფორმულა. შენ ვერაფერს ვერ დაამტკიცებ. ასტროლოგია არის მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების და ანალიზის შედეგი. აი როგორც ჩვენ ვამბობთ, ინტუიცია არსებობს, შენ მეუბნები კი. ჩამისვი ფორმულაში, ვერ ჩამისვო, მაგრამ მეუბნები რომ არის. სიყვარული არსებობს, შენ მეტყვი კი. აბა ფორმულაში ჩამისვი. ხელში დამაჭერნე არა, მაგრამ არსებობს. აი ზუსტად ასტროლოგია. მრავალსაუკუნოვანი დაკვირვება პლანეტარული ზეგავლენისა, მათ შორის ქურუმების მხრიდან. უდიდესი სულიერი ოსტატების მხრიდან და მოტანილია ზღვა ინფორმაცია. მაგრამ რადგან ჩვენ ამას ფორმულაში ვერ ვსვავთ, არ გვეძლევა სტატუსი ოფიციალური, თუნდაც როგორც მეცნიერების. ამიტომ მას ქვია ეზოთერულ მეცნიერებაა? ეზოთერულ მეცნიერებას უწოდებთ დღეს. მას. მიხდი? ამიტომ შენ გინდა ჩათვალე რომ ეს მეცნიერება, გინდა ჩათვალე არა, მაგრამ გიმეორებ, კოსმობიოფსიქოლოგიას ტყუილა არ უწოდებდნენ მას. ჩემთან როცა ფსიქოლოგები მოდიან და მე პირად როკას უშიფრავ, მე მეუბნებიან, ეს რატო არ ვიცით ჩვენ? ფსიქოლოგები წესი თქვენი კლიენტები კი არა, თქვენი კონკურენტები უნდა იყვნენ, ესე არ არის? ამიტომაც ვერ გვიტანენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჭკვიანი მოდის და მე ისეთ სამყაროს აღმოაჩენს, რომ გიждდება, ეს რატო არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ? აი ესაა მისი პასუხი. ამიტომაც შემოკარგო, იყო ერთიანი სისტემა, დაიშალა და დღეს ყველაზე მეტად ასტროლოგიას ეპაექრება სწორედ რელიგია.